ვიდეოში და ნაწილში ვერ მოვასწარი მენახებინა თქვენთვის თუ რა აპლიკაცია არის. ხო და ახლა განახებთ. აპლიკაცია არის ეს გადმოწერეთ და მოდი ახლა გადავიდეთ YouTube-ზე. YouTube-ის ვიდეოზე გადმოვედით მოკლედ. ამ აპლიკაციაში არის გარკვეული რაღაცები, რა ისწავლეთ არის ძალიან ადვილი, მაგრამ თქვენ დაგჭირდებათ დაახლოებით 1 საათი ამაში. 1 საათი მეთქი 1 წუთი ან 9 წუთი რომ ისწავლოთ. ხილაკები ახლა რომელსაც მე განახებთ. მოკლედ პირველი ეს ხილაკი. ეს ხილაკი არის დაპაუზება. ეს არის დაპაუზება, აქ რომ არის, აქ არის დაპაუზება. ეს ფანქარი, ფუნჯი არის რომ დაწერო რამე. ეს დიდი ოთხკუთხედის საშუალება. უკვე მთლიანად ვიდეოს რთავ და გადადიხარ აპლიკაციაში. აქედან შეგიძლიათ გამოაჩინოთ სახე. ასევე აქედან შეგიძლიათ დასკრინოთ და ყველაფერი ეს არის. მოკლედ ამ აპლიკაციას ასე ადვილად შეისწავლით. ნაურჩ ამ ვიდეოში მოვასწრებთ არა რომ გასწავლოთ უკვე როგორ დადოთ YouTube-ზე თქვენი არჩეული ვიდეო, მაგრამ მეგობრებო, გაფრთხილებთ, წინასწარ ვიდეო არ უნდა იყოს 15 მეთქი იმეს დავიბნიე მეგობრებო ძალიან და ათინთიოთ. ვიდეო არ უნდა იყოს 6 ან 6 წუთზე უნდა იყოს ან 7 წუთზე. თუ ამას გადაცილდება ვიდეოს ამხრივ ტყუილად გადაიღე. არ ვიცი ამ ვიდეოში ამასაც თუ მოვასწრებ და გასწავლი როგორ უნდა აჩქარო ვიდეო, როგორ უნდა გაანალო ვიდეო. ყველაფერს თუ მოვასწრებ არ ვიცი, ამიტომაც გიუბნებით როგორ რაღაცას არ ვიცი რა, მაგრამ ახლა რა მინდა გელაპარაკოთ. მეგობრებო, ეს არის წესები, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე და გაითვალისწინო. არ გაბედო და არ გამოაჩინო სახე ეგრევე. იმიტომ რომ თუ ბევრი ვიდეო არ გედო და სახე გამოაჩინე ეგრევე პირველ ვიდეოზევე. YouTube-ის სამწუხაროდ დაგსკამავს, ან აგიშლის თვითონ აპლიკაციას და ყველაფერს. YouTube-ში აკაუნთი აღარ გექნება, ვეღარ ხვალ YouTube-ში, მაგრამ ხან გამოცდილი ვარ გეუბნები, YouTube-ი არ მაქვს ტელეფონში, იმის გამო რომ პირველივე დღეზე სახე გამოვაჩინე YouTube-ზე. შემიძლია არხინა და კიდე არსებობს, I don't know. ხოლო ეს არის პირველი ნომრით წესი. ნომერი მეორე უკვე იცით რომ არ შეიძლება 7-დან 6 წუთამდე, 6-7 წუთამდე ვიდეოს გადაღება. ახლა მესამე წესი. ვიდეოში ლაპარაკეთ ცოტა ხმად აი მეგობრებო გამარჯობა მოგესალმებით. უნდა ლაპარაკო ხმად რადგან ახალი წესი არის YouTube-ში, რომელიც მე გავიგე ძალიან ისა უკვე 1 თვეა გამოსული ეგ წესი. მოკლედ არ არის აუცილებელი ლაპარაკო ხმამაღლა, რადგან ამის გამო მომხმარებლები ვინც YouTube-ს ყოველდღიურად ხმარობს, სამწუხაროდ YouTube-ში რომ არ შევიდნენ ეგ უწევს და ამით YouTube-ს სარგებელი არ აქვს, ხოლო თვითონ YouTube-მა თქვა და ახლა ეს არის წესი მესამე, ახლა კი წესი მეოთხე და
ბოლოს წინა წესია ეს. როდესაც თამაშობ, შეიძლება არის შესახეს, ვინმე ვინც შენ უნდა შექმნება სტუმრად, არ უნდა გამოჩნო იმის სახე, თუ ის არის ბავშვი, იმიტომ რომ გაგიჩნევს კომენტარებს YouTube-ი. მე არ გამიჩნია კომენტარი, რადგან არის ის ჩემი სახე და მაგიტო. შემდეგზე მეგობრებო, უკვე გასწავლით თუ როგორ გააკეთოთ ფოტოები, მაგრამ მეგობრებო, თქვენ ასევე გასწავლოთ მთლიანი არხის შექმნას, როგორ უნდა შექმნათ მთლიანი არხი, თქვენ როგორ დაიწეროთ სახელი, როგორ გაიკეთოთ სპეციალური რაღაცები და მოკლედ მასეთი რაღაცები და ამასაც გასწავლით, ოღონდ ამ ვიდეოში ვერ გასწავლით, იმიტომ რომ უკვე თითქმის მთელი განახებთ რამდენი წუთი ვიიღებ ვიდეოს. არ ვიცი რომ რამდენი წუთი ვიცი ახლა არ ვიცი, მაგრამ ხო, მგონი უკვე საკმარისიც არის. ამიტომაც მეგობრებო, დაგემშვიდობებით, იმიტომ რომ ძალიან გამეწელა. შემდეგ პირველი ნასკომი ნაწილი, მესამე ნაწილში გასწავლით უკვე სხვა რაღაცებს. ბაი. არ დაგავიწყდეთ, გამოიწეროთ ჩემი არხი.